სულ ცოტა ხნის წინათ 70 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს. ყველასათვის საყვარელ ბატონ რეზო შელებაძეს, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო რეზო. შენ არა მარტო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ხარ ძალიან ახლობელი ადამიანი და უაღრესად ძვირფასი პიროვნება ხარ. მთელი ჩვენი ქვეყნისთვის მე გადაჭარბებით არ მithქვავს თავიდან მართლაც უსაყვარლესი კაცი და უდიდესი დამსახურების მქონე. ამიტომ პირველ რიგში გილოცავ 70 წლის იუბილეს და ნება მიმოძე რომ აი მთელი ჩვენი გუნდი, მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახის სახელით ძალიან დიდი მადლობა გითხრა. აი ამ სიხარულისთვის, სიამაყისთვის და იმ საოცარი წუთებისთვის, რომელიც შენის გამოისობით თითოეულმა ქართველმა გულშევატკივარმა განვიცადეთ ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა შენ გენაცვალე. მადლობა მეტევის. დიდი მადლობა. ეხლა გამორიცხულია რომ იმ პერიოდის ფეხბურთის მოყვარული ყოფილიყო ან დღეს დაინტერესებული ადამიანი იმ პერიოდის ფეხბურთისა და არ იცოდეს შენი სათამაშო სტილის შესახებ, არ იცოდეს შენი ინდივიდუალიზმის შესახებ და თუნდაც გაგონილი მაინც არ ქონდეს მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არის საამისო კადრები და ვისაც ნანახი გვაქვს, თვალწინ გვაქვს ის ჯადოსნობა, რასაც შენ ჩაიდენდი ხოლმე, როცა ბურთს მიიღებდი და ამუშავებდი კორპუსით, ისე ფარავდი, რომ ვერავინ გეკარებოდა, საოცარ პასებს ანაწილებდი ხოლმე და რა თქმა უნდა ის ყველასათვის ცნობილი რევაზ შელებაძის 11 მეტრიანი განუმეორებელი, არც მინახავს, არც მანამდე, დღეს ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია და ასე პენალს ურტყამდეს. უბრალოდ წარმოუდგენელი ადამიანი და თუ ისი რა არის საერთოდ ჩემო ძვირფასო რეზო შენს მიერ დარტყმულ პენალსა და შენს ასაკს შორის. გეტყვია ხო? აგარი გიტყვა იყო. ისევე ნელა და შეუმჩნევლად შემოდის შენ ცხოვრებაში ასაკი, როგორც შეუმჩნევლად და ნელა შედიოდა ხოლმე შენს მიერ დარტყმული 11 მეტრიანიდან ბურთი კარებში. არაფერი გეტყვა შენივად გამოიყურები. ვიღარ ეხა 70 წელი როგორია? შენი გადასახედიდან. არ მჯერავს რომ კიდე 70 წლის ვარ და კიდევ მინდა ერთი ცოტა ხანს ამ ქვეყანას მგუმი და ისე ვებრძვი ახლა სიცოცხლეს რომ გინდა და გინდა ადამიანს ხო იცი ჩემი უახლოესი მეგობარია წლებთან დაკავშირებით მინდა მოუყვე მასთან სტუმრად ვივართ ლაპარაკობთ და რეზო მითხრა ჯემალი თამაზაშვილი ჩვენი ძმა და მე ცნობილი მომღერალი და ქართული ხმების სოლისტი და დილით ავდგებიო დავიკიდებ ჯვარსო ღმერთ შევთხო ღმერთ 1-20 წელი მაცოცხლეო და ჩემი შვილები და ჩემი შთამომავალი მიმყოფე კარგად რომ ყველ საღამოს ისევე გავაკეთებო და ქეგევიდა 12 წელიწადი და კიდე მინდა 8 წელი დამჭავე რა და კიდე მინდა 1-20 წელიწადი თქო ახლა 61-20 წელიწადი კიდე მინდა ღმერთს თქო რომ 90 წლამდე მისული ერთი მაგდები სანგად ვისურვებია და განაჩენის მერე ვისაუბროთ და შეიძლება იმ პენალტების დარტყმას ის გამაბედიეს იმ 11 მეტრიანს დავით გოგიამ გამაბედია თორა ძალიან რთულათას თამაშზე მაგის დარტყმა ვარჯიში ადვილად ურტყამდი მეკარეს ვატყვილებდი როგორც ყოფილა 10-დან დათო გოგიაზე 20-დან 20-ს გამიტანია მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი მეკარე იყო უდიდესი პენალტისტი მეკარე იყო და ოთარგაბელია გვერდზე ეგ ოთარგაბელია დიდოსტატი პელენების და მათთან ავტომატურად ავიდა მას უყურებ რომ გამორბიხარ უყურებ მეკარეს ბურთი ისეთ ჩანა ვიზუალით უყურე ბურთი დიდი ბურთია სვიჩის კარბკარო დადუა ვიზუალში იგი ჩანა დარტყმის და გამორბენის დროს ვაყურებდი მას და ბოლო მომენტში რომ მოწყდებოდა მეორე კუთხეში გავაყურებდი 11 მეტრიანს და უბრალოდ დაამწყდება გული რომ ვაფშე არსად არა არ არის გადაღებული 11 აბაკაცო საქართველოს ტელევიზიასაც თხოვე გამქრალე როგორც ის რობინ ფილმშია აქედან ვერ ამოშლის საბაგირო ზეპინად გახსოვს უკრავს აუ რეზო რა მინდა ისიც ხო შენ ერთხელ მოგიყევინე და არსად არ გაქვს ეს მოყოლილი მე არ მინახავს ყოველთვის არცეთ ინტერვიუში რომელი ამბავი იცი ცოტა უფრო მომცრო ზომის სტადიონზე რო ითამაშეთ უკვე ვეტერანებმა მოწყდა მეკარეო აი მასთან დაკავშირებით იმ გამბურგს რომლებმა ჩვენ მოგვიგო თბილისში 79 წელში აქ 3-1 კარში იდგა რუდი კარგუსი უდიდესი მეკარე მაიერ მეორე მეკარე იყო გერმანიაში და ეს ის პერიოდია კევინ კიგანი რო თამაშობდა და კი იმ პერიოდში და კალცი და ასე შემდეგ ხო ესენი 90 წელია თუ 91 არ მახსოვს ზუსტად ჩავედით ემაში გერმანიაში და სარბრიუკენში ტარდება ტურნირი და ფინალში გავედით ჩვენ და გამბურგი და
ახლა დაიწყო თამაში იქ და დამთავრდა თამაში 2-2. დაინიშნა 11 მეტრიანები. და მე ურტყამ ბოლო პენალტს. და ჩვენებმა ყველა შეაგდეს. უდარი გამორბენი არის დაახლოებით, აი 5 მეტრიანი ახლა ხო იცი დარბაზის კარებში 5 მეტრო კარი და 10 მეტრიანი საჯარი მოა და 8 მეტროში არის 11 მეტრიანის ნიშნული. რატო უყვები ამ თემას? ესე ყველა შეაგდო ერთი 11 მეტრიანი გამოზეს და ბოლო პენალია. გადამწყვეტი. დავდები ბურთი 7-8 მეტრო რაზბეგი ავიღავ და 2 მეტრის მეტის უფლება არ მაქვს. ხო ვიცი, წავედი და საკარგავიდან უდარი გავგლიჯო კარები. საჭმა ნო, პარდონ, მე ვთხარი, ბოდიში ახლა მივედი ბურთი გავასწორე თავიდან, კარგოსი გაემზა და ერთი ნაბიჯი და სვისტოკი და დოუშვი ფეხი და კარგოსი ტრიბუნაზე გაფრინდა და გავაგორე ნელა. ბურთი ისგან მარცხენა კუთხეში და ბანკეტია. გაგვიკეთეს ბანკეტი ცხონებული კახი 100-იანი მიზის წინ. მე აქე ჯაჭარის დინამო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი მაშინ. კახი იყო საქართველოს დინამო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მე აჭარის დინამო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ზივი და კახი ვზივართ ასე გუნდი. ერთად და ოფიციანტი მოადგა 3 ფუჟელი შამპანურით. ერთი მიაწოდა კაკის და რუდი კარგუს. მეორე მომაწოდა მე. და აიღო შამპანური მან და მოგვირდღას და მეკითხება პენალტი. ახლა გერმანულად მე პენალტი გემიგონე მარტო და ხელით ვაჩვენეს, აი თვალებით მე ვთქარი გიყურებდი ფანტასტიკო და მოკლებული თავზე მაგოცა და წევიდა და ახლა ფანტასტიკო და დავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩაკეტილი იყო საზღვრები და დარწმუნებული ვარ თქვენ რომ აი ღია ყოფილიყო არეალი როგორც ახლა ხო? რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანი შენის ჩათვლით ითამაშებდით დიდ გუნდებში და ეს ერთი მხრივ გადასარევი იქნებოდა. მეორე მხრივ დღეს შეიძლება ვერ მომეპატიჟებინე ჩვენ შოუში, იმიტომ რომ მაშინ ქობულეთში ჩელი არენას ხელმძღვანელი კი არ იქნებოდი, შეიძლება ალიანს არენას ხელმძღვანელი ყოფილიყავი და იქნებ მიგამოგიშვებდა და მითხარი მოყევი რა ხდება ქობულეთში და ჩვენს ცნობილ ჩელი არენაზე. ქობულეთში მინდა გითხრათ რომ ალბათ მე და მურთაზი ვართ მარტო ხურცილავა მარტვილში არის სტადიონი, მის სახელი ქვია გენიალურ ფეხბურთელს ურთავდა. მეორე ცოცხალი კაცი მე ვარ, ვის სახელობის სტადიონის არის დღეს საქართველოში. ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ქვია ჩელე არენა და წინამორბედმა ბატონმა თორნიკერიჟვაძემ დამნიშნა კლუბის დირექტორატად. გავხსენი ჩემი სახელობის ჩელი აკადემია, საფეხბურთო აკადემია და იქნება ახალი კლუბი ქობულეთის შუქურა 1960 წელი. და დღესაც დაიბადა ქობულეთის შუქურა, რომლის ხელმძღვანელი რა თქმა უნდა გადავდივარ მე ვიქნები და ეს სტადიონი და ინფრასტრუქტურა სჭირდება ქალაქს და 3 მოედანი გაგვიკეთეს. უნიკალური 3 მოედანი, ერთი არის სტანდარტი 100 მეტრი და მეორე არის 60-ი, მესამე არის 4-დან 10 წლამდე, 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის 30-50-ზე უნიკალურად კომპაქტურად ჩასმული სტადიონები. მე ვხემძღვანელობდი ყველაფერს რომ გამოსული იყო ეს და ამის გახსნა მოხდა 17 სექტემბერს სტადიონის პირველი ეტაპის გახსნა და გავიარეთ თავრობის თავმჯდომარესთან საქართველოს ბატონი ირაკლი კობახიძეს ჩამობრძანდა გვესტუმრა ჩვენი აჭარის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მიიღეს ერთიანი გადაწყვეტილება. ეს იყო პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი განათებები ამ წლის ბოლომდე დასრულდება და მესამე ეტაპი რომელიც იქნება უნიკალური რო იყოს აკადემია თავისი გასახდელებით, 4 გასახდელით, თავისი კონფერენც დარბაზით, სამსაჯოებით, ჭრელის ოთახებით და მეორე სართული ექნება ბავშვების საცხოვრებელი, სადაც გვერდით საშუალო სკოლა, იქვე გამოუკვებავთ, იქვე ვასწავლით, იქვე დილიდან საღამომდე მინდორზე იქნება, როგორც იყო ადრე 35 სკოლა დღესაც არის და როგორც ახლა თბილისის დინამომ გააკეთა აკადემია ჩადრე იყო გდანის სკოლა ინტერნატი გახსოვთ და ამ სტილში მინდა რომ ამ პატარა ხოცი გაჭირვებული ხალხის შვილები თამაშობენ უფრო მაგრად ფეხბურთს და იმ ბავშვმა გამოიკვებოს უნდა სპორტულად და უნდა იყოს ადასარევი წამოწება აი ძალიან ყველანაირად ყველა იმაზე აი წვრილმანი გული არ დამწყვეტია ყველაფერზე დამთავრდა დაიხარეთ ძალიან კაი საქმეა უღრმეს მადლობას ვუხდი მათ რომ საქართველოს ექნება უნიკალური საფეხბურთო აკადემია და ბაზა ქობულეთში შესანიშნავი წარმატებას გისურვებ ჩემო რეზო ამ მიმართულებით და ყველა იმ კეთილ საქმეზე რომელზეც ჩვენ ხელი გიკიდია და ახლა ერთი საჩუქარი ჩვენს გვაქვს ჩვენ შოუში მოგიმზადეთ საგანგებოდ ცეკვა იმ ლამაზი კუთხისა საიდანაც შენ ბრძანდები აჭარული ცეკვა რომელსაც შეასრულებს
უნიჭიერესი 5 წლის მოცეკვავე, ატარების დიდი შოუს მონაწილე ნიცა გაგუა. უმრავლესი მადლობა. დიდი მადლობა უსაყვარლეს ნიცა გაგუას და ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელს ბატონ რეზო ჩელებაძეს.